მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მინდა ერთი მნიშვნელოვანი საკითხზე ვისაუბრო. აქტუალური თემაა ესეც. საქმე ეხება სასულიერო პირების ვინაობას. ანუ ვინ არიან ეს სასულიერო პირები და რას წარმოადგენენ და რა გავლენა აქვს საერთოდ ამ მათ მიმდევრებზე თუ როგორ დავარქვა, არ ვიცი, იმიტომ რომ მდლობაში იმდენი ფარისეველი არის. ვერ გაიგებ ეს მდლობის საფუძველი რა, თვითონ საიდან მოდის ეს მდლობა, ხო? საერთოდ ეს ადამიანები რატო არ კითხულობენ წმინდა წერილს და წმინდა წერილის შუქზე რატო არ ცდილობენ გამოვიტანონ დასკვნა, რომ რას ემსახურებიან ეს მდლები, საიდან იღებს მდლობა საფუძველს, საცეცხლის მსახურება, ხო? და დასკვნა ბოლოში საით მიყავთ ეს ხალხი. ანუ რა არის მდლობა? ერთწუთს მეგობრებო. აი ბევრი მართლმადიდებელისგან გამიგონია, რომ იცახიან ხოლმე, რომ ჩვენ სასულიერო პირებს არ უსმენთ. ჩვენ უბრალოდ ჩვენი მამაპაპის რწმენას მივდევთ და ამას არ გადავუხოთ. ანუ ადამიანმა რომ კითხვა დასვას და სიმართლე თქვას. ამას უწოდებენ ეკლესიის მტრობას. ანუ ზოგადად თუ ვისაუბრებთ რა არის მართლმადიდებლობა, მართლმადიდებლობა არის ანუ მართლმადიდებელი ქვია იმ ადამიანს, ვინც სიმართლის გულიზე, სიმართლის თქმის გულიზე მიდის მსხვერპლზე. ანუ საკუთარ თავს წირავს სიმართლის თქმისთვის. ანუ მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია სიმართლის თქმა, ვიდრე დამალვა. ყველაფრის ფასად მიდის. ანუ ეს ადამიანი რატო არის დასაფასებელი? ნამდვილად მართლმადიდებელი ჭეშმარიტი ქრისტიანი, იმიტომ არის დასაფასებელი, რომ ეს ადამიანი სიმართლის თქმის გულისთვის სიკვდილზეც წამსვლელი, ანუ მიდის თავგანწირვაზე, თვითონ კი არ კლავს. ანუ თვითონ კი არ აიძულებს ვინმეს, რომ გინდა თუ არა ჩემი არის სწორი და შენ უნდა მიიღო. ანუ ზოგადად სიყვარულზე არის ხო აქ საუბარი, ქრისტემ სიყვარული დაგვიტოვა და ჩვენ მაგალითად პირადად მეც ვალდებული ვარ, რომ ეს თქვა. და ანალოგიურად მათგანაც იგივეს მოვითხოვ, მაგრამ ნახეთ, ისინი მე არ უნდა ველოდე მათგან სიკეთეს, მე უნდა ველოდე დევნას. ეს ცხადი არის და ამას ჩვენ გვერდს ვერ აუვლით, იმიტომ რომ არ არის მასე, როგორც თქვათ, მოციქულები, ზოგიერთი მოციქულიან ის ასწავლიდა, რომ სიკეთის წინ ბოროტებას ვინ მოგაგებ თუ კეთილს ცდილობთ, ხო? რა თქმა უნდა, კეთილს რომ ცდილობ, მაგიტომაც მემტერებიან და ქრისტეს სიტყვები ეს არის, რომ ჩემი სახელის გამო არა მარტო იმის გულიზე, რომ ჩვენ ქრისტეს ვაღიარებთ, არამედ იმის გულიზეც, რომ სიმართლეს იცავ. ანუ ქრისტეს სახელის აღიარება ნიშნავს, რომ მისნაირად იფიქრო, მისნაირად იაზროვნო და მისნაირად იყო რადიკალური აზროვნე, ან მიაწვე, ასე ვთქვათ, შენს პროფესიას, შენს სიტყვას და შენი სიტყვის ფასი უნდა იცოდე. და საბოლოო ჯამში ამ სიტყვის ფასი და ამ სიტყვის მიზანი არის სიყვარული, ანუ გაერთიანება და ერთიანობა, რაც ჩვენ გვაკლია ქართველებს, მაგრამ რო ვკითხოთ, ყველა მართლმადიდებლობაზე დებს თავს. მართლმადიდებლობის პრობლემა კი არ არის ის, რომ ადამიანი ცოდვილია, ან არ უნდა რომ გაიწმინდოს. მართლმადიდებლობა რასაც ასწავლის, იმას რომ მიყვნენ ქრისტიანები, ხო, ეს ვითომ ქრისტიანები, უბრალოდ აღარ იარსებებდა კონფლიქტი, ძმათა სისხლისღვრა და გაუგებრობა და დევნა. მაგრამ იესო ქრისტე რას აღვს, უყურე? თქვენ რასაც გასწავლიან, მოусმინეთ, მაგრამ მათნაირად ნუ მოიქცევით. ესე იგი რას ნიშნავს ეს? მოსეს მღვდლები, რომლებიც იყვნენ ფარისევლები და სადუკევლები და სამი სექტა იყო, ხო, ესენიანები, მისდევდნენ ამ მოსეს მღვდლობას, მაგრამ არ იცავდნენ ის, რაც მათ თორაში დაუწერა მოსემ. და ის თორაც შეცვალეს. აი ამიტომ არის ყურანი მიუთითებს, რომ ბიბლია სახეცვლილია, თუმცა არა იმ სახით, რომ საერთოდ დამახინჯებული. ანუ არის დამატებები, რაც არ არის შესული იმ ნამდვილ თორაში, რაც მოსემ გადასცა მათ. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მთლიანად დამახინჯებულია, იმიტომ რომ მე თუ ვიღებ ტექსტს და ვამახინჯებ, გამოდის, რომ მე ვცვლი რაღაცას და ანუ უზენაესის გადაწყვეტილებას ვცვლი, მაგრამ ნახე, მოდი ხო არ ჯობია ის, რაც უზენაესმა დატოვა, იმას რამე ჩავამატოთ. რადგანაც ძალაუფლებას იღებს ტექსტი იქიდან, რომ უზენაესმა რაც დაწერა, ის შევინახოთ. თუმცა არა იმ ფორმით, როგორი სახითაც იყო, ხო? გაარკვი ხა რომელია მართალი. არამედ დავამატოთ.
და რაც დაამატეს თვითონ ამას იესო ქრისტეც მოსმოს, მე არაფერს არ ვიგორე მეგობრებო, იმიტომ თვითონ იესო ქრისტე ამბობს, რომ არა ღმერთის კანონების დაცვას ემსახურებოდნენ მათი მღვდლები, არამედ უხუცეს და წესჩეულებას. აი იესო ქრისტესაც იმიტომ კი არ დაძდევდნენ, რომ თორას არ ღვივდა, ან რაღაცას არ იცავდა შაბათის ჯურის ჩათვლით, არამედ დაძდევდნენ იმიტომ, რომ ზუსტადაც იესო ქრისტე მათ უსწორებდა თორის პრინციპების არაკეთილსინდესიად გამოყენებას. ანუ ადამიანებში კეთილგანწყობას არ იწვევდა მათი ზედმეტი რაღაცეები. თუნდაც იდაყვიდან ხელის დაბანა, თუნდაც ყულულების გაზდა, წვერის არ მოპარსო და წვერის მოშობა, გარეგნული ღვთისმოსაობა, გამიგე? შაბათის დაცვა გარეგნულად რომ არ შეიძლება დანის ხმარება შაბათ დღეს, არ შეიძლება საქმის წარმოება შაბათ დღეს. ანუ ის შაბათი რაც ებრაელებს აქვს დღევანდელი მე-6 დღე არის. დღეს რაც მე-6 დღეა კალენდარში, იმათ ჰქონდათ მე-7 დღე. და დღესაც მე-7 დღე არის დიდი შაბათი. დიდი შაბათი. კვირა იყო ერთ შაბათი. მოკლედ რისი თქმა მინდა, ანუ იესოს დროს იესოს თხოვდნენ, დაძდევდნენ ფარისეულები და სადუკევლები იმის გამო, რომ არ ღვევდა უხუცეს და ჩვეულებას. და იესო ქრისტე ამბობდა, რომ შაბათ დღეს სიკეთის გაკეთება ნებადართული არის. ანუ შაბათის თემა რატომ მოვიყვანე? ანუ ეს შაბათი, რომელსაც დღეს მართლმადიდებლები კვირა დღეს აღნიშნავენ და ვითომ რატომღაც ქრისტეს მიაწერენ, არა ვითარებ შემთხვევაში ქრისტე მეგობრებო კვირა დღეს არ ამდგარ. ეს არის წუთ და ბლეფი. იესო ქრისტე აღდგა შაბათ ღამეს. შაბათ ღამეს აკლდამა იყო ცარიელი. მოგეხსენებათ ხო? გამთენიისას უკვე რო თენდებოდა, უკვე დაახლოებით 4-5 საათისკენ, როცა უკვე შაბათი ღამე იყო რა, 3-დან 4-5 საათის შემდეგ, იქ ჩამოვიდა ანგელოზი და გადააგორავდა ჯარისკაცებმა იხილესო ეს და გაშეშდნენ, როგორც კოდრებიო, ვითარცა პუტარიო. გაშეშდნენ და უყურებდნენ ამ საოცარ დიდებას, როგორ გადააგორვა ლოდი და გამოვიდა იქიდან ქრისტე. რომაილებმა რო აღწევს, ამაზე საუბარი აუკრძალეს. ნუ მოკლედ ესე იგი ეს მოხდა არა კვირა დღეს, როცა გათენდა და დღე დადგა, არამედ შაბათ ღამეს, როცა თენდებოდა მესამე დღე, ხო იქ წერია კიდევაც ერთ შაბათზე გამთენიისას უკვე მივიდა და ცარიელი დახვდა სამარხი. ეხლა რაზე მინდოდა მესაუბარი რა ის კიდე ცალკე თემაა, რამდენად რეალურად მოხდა და რამდენად რეალურად იყო თვითმხილველი, იმიტომ თვითმხილველი იყო მან მარია მაგდალინელი, ხო? და მარია მაგდალინელის სახარება კი რა საერთოდ 60 ქულობაც კი გააქრეს. უკვე გრიგორ რომის პაპმა რო უკვე დასვა საკითხი მარია მაგდალინელი არის მეძავი და არ შეიძლება მისი მღვდლად კურთხევა და მოციქულად გამოცხადება ამოიღეს ქალთამსახურება თორემ მაგამდე მე-4 საუკუნემდე ჩვენ ვიცით რომ აღიარებული იყო და ეს თომას სახარებაც შესული იყო ბიბლიაში იმიტომ მოყავს ხოლმე ეს რომ სანამ ჯვარს მიიღებდნენ ჯვარცის ფორმას იყო აი ეს სიმბოლო ეს არის ბაბილონური ღვთაების სიმბოლო X-ი და რო ანუ მზისა და მითრას სიმბოლო გაერთიანებული ბაბილონური და ეს იყო ქრისტიანობის. ანუ აქ არის ჩანაცვლება უკვე პირველი სიმბოლო იყო თევზი, იხთუსი და მეორე სიმბოლო უკვე ჩანაცვლა რომის იმპერიამ აი ეს ბაბილონური წარმართული სიმბოლო და აქ უკვე სახელწოდება და ბოლოს ეს ორივე მოშალეს და მიიღეს ჯვარცმის ფორმა. ეს უკვე მტკიცებაა რომ გაიმარჯვა ეკლესიაში ჯვარცმულმა თამოსმა. ანუ ესე იგი პირველ ქრისტიანებს მოციქულთა თამადობით არ ქონდათ არანაირი გამოსახულებები ტაძარში ამ ფრესკებზე და არანაირი ჯვარცმის ფორმები იესო ქრისტეს. ესე იგი შევთანხმდით ხო და იქ არის კიდევ თეოლოგი აპოლოგეტი მარკუს ფინუციუს ფელიქსი, რომელმაც თავის ნაშრომში ოქტავიუსი დაწერა რომ ჩვენ არ ვცემთ თქვენს პატარა ხის ღმერთებს დაყვანს და თქვენ თუ გინდა ეცით, მაგრამ ჩვენ ნუ გვაიძულებ, რადგანაც ჩვენ არ გვსურს დაყვანისება თქვენი ხის ღმერთებს. ნუ მოკლედ ამ ჯვარს, უბრალოდ ჯვარცმას კი არა, უბრალოდ ჯვარსაც კი ქრისტიანები მოგეხსენებათ ღმერთის რანგში ყავთ აყვანილი და აი კონსტანტინემ ხო ნახა და აი ჯვრის ფორმით ძლიერა და აი ჯვრის გაღმერთება შემოვიდა უკვე მე-4 საუკუნიდან. ნიკეის კრებაზე ხო საერთოდ დამახინჯდა. მე როდესაც მაგ ხოლმე საუბრები ამ მართლმადიდებლობა, ვითომ მართლმადიდებლებზე, ერეტიკოსებთან, ისინი მოყავთ წმინდა მამები, რომლებიც საერთოდ წინააღმდეგობაში მოდიან თავად თავის სიტყვებთან და თუ ჩვენ ათანასეულ წმენის სიმბოლოს ვაღიარებთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა წმინდა მამა აბსოლუტურად მე-11 საუკუნემდე, დიდი სქიზმამდე გაყოფამდე, ანუ მე-11 საუკუნეზე მოხდა დიდი სქიზმა, აღიარებდნენ სულიწმინდა ძისაგან გამოვლინებას. ან დაძისაგანაც გამოდის. ამ ფილიოკოს. თუ შენ ქრისტიანი მიმკიცებს ამების დოგმას იქიდან, რომ წმინდა მამების თემიდან მოყავს, მაშინ რატო არ აღიარებ იმას, რომ სულიწმინდა გამოდის ძისგანაც? როდესაც ის შენი მამები რაც დამისახელენ, ამფილოკე იკონიელი,
ათანასეულის წამსი, ანუ ეს ვასილი დიდი, იოანე ოქროპირი და ეს დიდი ბომბერაზი ვითომ წმინდა მამები რომ მომიყვანე, ვითომ, იმიტომ რომ ესენი პირდაპირ ანტისემიტები არიან. თქვენ წაიკითხეთ რას წერს იოანე ოქროპირი სინაგოგაზე. ისეთ რაღაცებს მეძავთა საკრებულო და საშინელი რაღაც, როცა პავლე მოციქული თვითონ იყო სინაგოგის წევრი. და წინადაცვით ყველა მოციქული აბსოლუტურად იყვნენ ებრაელები. აი ეს ანტისემიტური ზიზღით გაჟღენთილი წმინდა მამები წერენ სამების დოგმას, რომელიც აცდენილია ფსალმუნებს, ელემენტარული ფსალმუნი არის პირველი წიგნი ეკლესიაში, რომლის იქითაც უკვე აღარ არსებობს სხვა დოქტრინა, სხვა წმინდა წერილი. ანუ ეს დაჟე მუსლიმებიც აღიარებენ წმინდა წიგნად, ზებურას, ხო? ფსალმუნებში არის გადმოცემული იესო ქრისტეს ყველაფერი, რომ ის იყო ქვეყნის შექმნამდე უზენაესი საფარო ქვეშ ყოფი, 91 ფსალმუნში წერია, რომ ის არ ყოფილა თავად უზენაესი ღმერთი, ის იყო მის ფარველობაში, მის ასე ვთქვათ, უზენაესის თავშესაფრად აირჩიო მეცხრე მუხლის ყვამობსო და ასევე უდაბნოში გამოსდისას ეს დასტურდება, რომ როდესაც დის ეშმაკი იესოს ეუბნება, რომ შენს გამო იახვე თავის ანგელოზებს უძანებსო დაგიცვა და ფეხი არ წამოგრაკოასო. ეს 91 ფსალმუნია ციტირებს. ანუ თვითონ არ იყო იესო იახვე და თუ შენ მიმტკიცებ, რომ უზენაესი ღმერთია თვითონ იესო ძველახმაში იახვეს სახით, აშკარად პრობლემებში ხარ, იმიტომ რომ ის იახვე ავალებს ელისეს სახით, რომ ჩავიდეს ასურეთის მეფე და დახოცოს ორსული ბავშვები და ქალები არა მთელი ისრაელის მოსახლეობა. ესეთი ღმერთი, რომელიც ევას წყევლის, სოდომ გომორჯის, თუ შენთვის იესო ქრისტეა, იახვე, ხო? ბოდიში და შენ დიდი პრობლემები გაქვს. ფსიქიკური და სულიერი. აი შენ თუ მეუნები, რომ იესო იახვეა და ძველახმაში ის იახვეს სახით იყო. სერიოზული აშკარა პრობლემები გაქვს ფსიქოლოგიური. ეხლა მე მინდა უბრალოდ თქვენ თვითონ დაუფიქრდეთ და თქვენ თვითონ ნახოთ რა ხდება ზოგადად ეკლესიაში, როდესაც ვინმე მამაოს სიტყვას აპროტესტებს, მამაოს სიტყვას აკრიტიკებს და მამაოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. უბრალოდ მე მინდა თქვენ მოგასმენოთ ერთ-ერთი მოდელმონაზონის შიო ლომიძის სიტყვები, რომელმაც მე მსახურება ამიქცელა მახათასთაზე ვგალობდი, ანუ როგორ თუ გააგრძელებ შენ ამ პოსტების წერას, ამ საუბარს შენ აღარ იგალობო, მოდი დაგვილაპარაკე, ჯერ აგდებ ადამიანს, ჯერ რატონია, ხო? თუ შენ გააგრძელებ, ანუ თუ ისე არ მოემს, თუ მონა არ გახდები, ისე შენ აღარ იგალობო და მე ტიპი მოდის და გეუბნება მეორე დღეს, რომ თვითონ კი არ გირეკავს, შვილო რატო წახვედი? არ აინტერესდება, თვითონ არ მირეკავს. გალობლების და ვიღაცა მესამე პირის მეშვეობით აგზავნის მესიჯებს ჩემთან, რომ ამოდი ჩვენთან დავილაპარაკოთ. რა პრეტენზიები გაქვს, სხვადასხვა ღვთისმშობლის მარად ქალწულობასთან ქონდა მე ტექსტი დაწერილი, რომ ღვთისმშობლის ბავშვობის ისტორია ეკლესიამ ცდო ნაყალბებად. ასე რომ იოსებისა და მარიამის ქორწინების შესახებ რომ იმის შვილები ყავდა თუ არ ყავდა, ჩემთვის არის საერთოდ არასანდო წყარო. ასე რომ მარადე ქალწულობის იდეა მოდის გაურკვეველი ვითარებიდან, ღვთისმშობლის ბავშვობიდან. და ჩემთვის ეს კანონი, რომელიც 351 წელს მიიღეს, ხო, ეფესოს კრებაზე, არის ბუნდოვნებით მოცული. იმიტომ რომ მანამდე ქერუბიმების ქალწული ერქვა სამოციქულო სწავლებაში მარიამს, ძვირფას მარიამს და ის არ არის მოხსენებული ღვთისმშობლად. ღვთისმშობლებაზე პრობლემა კი არა მაქვს. თქვა და ერქვა ხო ღვთისმშობელი, იმიტომ რომ ქრისტეს ზეციური წარმოშობის ბუნება იყო ღვთაებრივი, ხო, ის ღვთაება იყო, ხოლო ჩობელი ღმერთი წერია. ივანეს სახარების 1:18 და სიტყვა იყო ღმერთი. გასაგებია, მაგრამ იყო ის ვისთან? უზენაესთან, ხო? იმასაც ეწოდება ღმერთი და თუ იმას ეწოდება ღმერთი და იყო ღმერთთან, ერთია იყო ღმერთი და მეორე ვისთანაც იყო. სხვადასხვა რამე არის. ამაზეა მთელი აგებული, მთელი სახარებისეული მოძღვრება, ხო, რომ მამა შენთან მქონდა დიდება ქვეყნის შექმნამდე. არა, ის არ ყოფილა თვითონ მამა უზენაესი, ხვდებით, ის ვიღაცისგან იღებს დავალებას და ვიღაცის დავალების შესრულება ჩამოდის და ვიღაცას თხოვს ამარიდე სასმელი. და ეს ვიღაცა არ არის უბრალოდ გაუგებარი არსება ჩვენთვის, არამედ მას აქვს სახე, ფორმა და მას აქვს სახელიც და გამოსახულებაც აქვს. ვიტონ იესოს სიტყვები არის, ხო? რომ ის არ არის რაღაცა სამხიპოსტასოვანი, სამპიროვანი ერთარსება ღმერთი. მას აქვს გამოსახულება და ის არის პიროვნება და მას ქვია სახელი. ეს არის ცაბაოთი იახვე, ცაბაოთი უფალი. მისი სახელი ეს არის. არის ესაიაში ხშირად არის ეს, რომ მე მარტო გავაკეთე და თუ იესო ქრისტემაც მიიღო მონაწილეობა კი არა, თვითონ ის იყო ეს თავად სამპიროვანი ერთარსება, თვითონ ის მამაც რაღაც ბუნჩულა ის კი არ არის ჰაერში რომ ზის და უწერებიანი ბაბუ, არამედ თვითონ ეს არის, ხო? ამავდროულად იესოც მოიაზრება იმ სამყაროს შექმნაში, მაშინ რატო ამბობს იესო იგავების მერვე თავში, რომ როდესაც ის ცას განამზადებდა, მე მას ყავდი გვერდით. გვერდით ყავდიო, მე კი არ ვიყავი ისო, ის
და რატო ამ სესიაში მე მარტომ გავაკეთე ეს? რატომ მიეწერება ეს გაკეთებული ვითომ ასე ვთქვათ? იესო, მაშინ იესო ხო აღარ იტყოდა გვერდით ყავდი, მასწავლა, ახუროთ მოძღვარივით გვერდში ყავდი. ამას ხო არ იტყოდა მაშინ, ხო? თუ ის თვითონ იქნებოდა ის ვინც შექმნიდა მარტო ცალს და მიწას. ასე რომ მეგობრებო, ეს დაპირისპირება კი არ არის უკვე. ეს არის აშკარა წინაღობა საკუთარ თავთან. მე არაფერს არ ვეჭი. თქვა და გწამდეთ თქვენი მართლმადიდებლური დოქტრინის, რომელებსაც ყოველდღიურად ვსრულით. და ამაზე პასუხისგებელი არავინ არ ყავდა, ვიღაცა თუ რაღაცა კითხვას და გააპროტესტოს და ასოთურად შეურაცხყოფის სახით მოგიდგებათ, იმათ ეგრევე ასწავლით თქვას, აი მღვდლის განკითხვა არ შეიძლება. ეს არის მეგობრებო აშკარა ტყუილი. იმიტომ რომ მართლმადიდებლობა თვითონ მოითხოვს უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლას და სიმართლის თქმას. არავინ არც ერთი, არც მრევლი, არც მღვდელი არ დაგიჯდება და არ აგიხსნის წინა წერილი და პირდაპირ გადაგამისამართებენ წმინდა მამებს. ხა ბევრი არ გავაგზავნოთ, ჩავთვალოთ და მოვუსმინოთ ამათ რა ხდება. სასულიერო პირის ერის გვერდში დგომა სჭირდება და არა შეცდომებზე განკითხვა ამ თემაზე არქიმანდრიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში ყოველკვირეული წირვის შემდეგ იქადაგა, როგორც მან ბრძანა ერის ცხოვრებაზე პასუხი სასულიერო პირს მოეთხოვება. თუ შეიძლება რომ მით დაგიდგინათ ღმერთმა სასულიერო პირად, უდლად, ამას თქვენ არ ემორჩილებით და ამას განიკითხავთ. მე მინდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ ერთი სასულიერო პირი და ერის ადამიანი ყველა ერთად უნდა ვიდოდეთ ღვთისკენ მიმავალ გზაზე. ეს მღვდლები მეგობრებო ღმერთმა არ დაადგინა, იმიტომ რომ აი ეს მღვდლობა მოპარული ებრაელებიდან იშვიცანთელა მენონაც ებრაულია, ტაძრის მღვდლობაც, საცეცხლორის მღვდლობაც აარონისეულია, რომელიც იესო ქრისტემ თავისი მღვდელმთავრობით ერთადერთი ჭეშმარიტ წყაროუვარი სიცოცხლის ძალით გაანადგურა. და მისი მღვდელმთავრობა არავის გადაეცემა, ამას ლევან პეტრიაშვილი არ აქვს, ამას ამბობს წმინდა თეოდორე და კვირელი. ეხლა ნახე იურიდიულად რამხელა დამახინჯებას აკეთებენ ეს მუქთახურა მღვდლები. მუქთახურა, რომელიც მრევლის ხარჯზე ზიანიკა. და ამბობს რომ მღვდელი და მრევლი ერთია. თუ ერთი არის, ქონება რატო არ არის ერთი, ხო? რატო ითხოვ შვილებისგან ფულს რატო ითხოვ? ეს მეორე არასწორობა და მესამე რომ ამბობს რომ მღვდლების განკითხვა არ შეიძლება. მაშინ რატო არსებობს განკვეთა? ანუ რატო არსებობს საეკლესიო სამართალი? რატო არსებობს სქიზმა? რატო არსებობს ანათემა ეკლესიაში? თუ არ შეიძლება მღვდლების განკითხვა. ხო, ნორმალური არის, ანუ განკითხვა არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი მორჩილად უნდა და არ უნდა გაუშვირო პირადად შეცდომაზე არ უნდა მიუთითო ღმერთს. არ ესმით ამათ ადამიანის ლაპარაკი, რა თქმა უნდა ის გამოვა გამწარებული კაცი და საქვეყნოთი ლაპარაკებს, ხო? და მე იმასაც დააბრალებენ, აი შენ რატო განიკითხავ? ეს განკითხვა არ არის. სიმართლის მთქმელი უნდა იყოს მართლმადიდებელი. და თუ ვიღაცა ამას ეწინააღმდეგება და თავის აყაროლებულ საქმიანობას ხელს აფარებს, ხო? ანუ ეს ნიშნავს, რომ ეს მღვდელი არ არის ღმერთისგან დადგენილი. ჯერ ერთი მსხვერპლს, რომელსაც ესენი წირავენ, პავლე ამბობს, რომ დემონებს წირავენ. არსებობს სასმისი უფლისა, არსებობს სასმისი დემონებისა. და ესენი მსხვერპლად წირავენ კიდე ქრისტეს და ვის უკლავენ. როცა აღარ არსებობს ცოდებისათვის სხვა მსხვერპლი, ესენი კიდე კლავენ და გაჭმევენ სისხლსა და ხორცს, რაც იესო ქრისტეს ეს არ დაუვალებ, იმიტომ რომ იესო ქრისტემ თქვა, რომ ჩემი პური არ არის ის პური, რომელიც თქვენმა მამებმა ჭამენ და დაიხოცნონ დაბოში. ანუ არ არის ფიზიკური ხორცი, არ არის ფიზიკური საჭმელი. ჩემი ხორცი. არამედ ეს არის კაცის ძის ხორცი, რომელიც ზეციდან ჩამოდის. ეს არის ზეციური პური, ანუ ინფორმაცია. ჩემი პურისა და ანუ სისხლისა და ხორცის ჭამა ნიშნავს ინფორმაციულად ჭამელი სისხლისა და ხორცის და არა ბუკვალური პირდაპირ გაგებით, რომ ქრისტეს სისხლი და ხორცი ჭამოთ პირდაპირ გაგებით, რომ ეს გადაიქცევა. ეს არის მეგობრებო დემონიზირებული დამოკიდებულება, რომ ადამიანებს ასწავლენ პირდაპირ კანიბალიზმს და გარყვნილებას, ყოველგვარ უწმინდურებას ასწავლიან. პავლე მოციქული ამაზე ლაპარაკობს, მოვლენო ბოლოჟამს ისეთი მღვდლები, რომლებიც გაუკუღმართებულად ილაპარაკებენო, ანუ მოძღვრებასო, ისეთ მოძღვრებას აიდერო, რაც მათ ყურს ერამუნებაო და სიამოვნებსო. აი დააკვირდით, როგორ ცხადდება ეს ყველაფერი რეალობაში. მართლაც ისეთი სასულიერო პირები არიანო. ეუბნები, რომ შენი სწავლება არ ემთხვევა სამოციქულოს, მეგობარო. და ესე რატო განეკითხავ? მე არ გაგეკითხავ, მე მიგითითებ, რომ რაღაცა ცნობილება, ანუ პირველ საეკლესიო სამოციქულო ეკლესიასთან შენ არ გაკიდენტობა. მე მეუბნები, რომ შენ ხარ თვითმარქვია. შენ არა ხარ მღვდელი, ღმერთის დადგენილი. ავაგზავნეთ. როგორც ერს, ასევე სასულიერო პირს სჭირდება ერის გვერდში დგომა, არა განკითხვა, არამედ გვერდში დგომა, ლოცვა და ლოცვით თანადგომა სასულიერო პირის. განკითხვა, ეხლა განკითხვაზე ორი სიტყვით გეტყვით. იესო ქრისტეს არ უთქვია, რომ გაჩვმდით უსამართლობაზე და არაფერი არ თქვათ და თვარე დაღუჭეთ უზნეობაზე. ეს არ არის განკითხვა. იესო ქრისტე პირველი მაგალითი მოგცა, რომ ის პირდაპირ ეპაექრებოდა მღვდლებს და მღვდელმსახურებს. და იქედნთა ნაშრომს, ანუ გველის იმ სახეობის ნაშრომი არის, რომელიც
ასე ვთქვათ, ერთი ნაკბენით ეგრევე გაგდებს ადამიანს და კლავს, ისეთი შხამიანია იქედენ. ესენიც ეგრე არიან რა, ეგრევე კლავენ ადამიანს, უცბად მომენტალურად რა და ესენიც მამა აი მაპატიოს მერთმა განვიკითხავ. ესენი ბიჭო, ესენი ვინ არიან? ეს არამზადები ესენი. თუ და მე იძახია რომ აი ვინც ამათ ხელსაფარეთ კიდე რა. და ვინც ამათ თავს უყობთ უკანალში. აი ამ ადამიანებზე მაგ გართულება მე რა. კაი, მოგწონს შეეტენე. მაგრამ ნუ იტყვი რომ შენ 60 კილო მოძღვრების მატარებელი ხარ. 60 კილო აფერისტი ჩლუნგი დებილი ხარ, ასე ვთქვათ რა. დებილის ჩვეულებრივი, რომელსაც ბიბლია საერთოდ არ აინტერესებს, ღმერთის სიტყვა და იესო ქრისტეს სიტყვა არ აინტერესებს და აი ამათ წმინდა მამები კი არ არიან, ესენი არიან აი ცოტა უხეში სიტყვა, დედის ხარჯზე მაცხოვარ კაც, იცის რასაც ეძახიან და არ მინდა რომ ხა ეს შეურაცხყოფად იღებენ ამიგე, რაც ხარ, იმას გიწოდებენ. მე არ ვიძახი. მეც რო იგივე გამიმეორო, ხარ ღირსი და რაც გეკუთვნის, იმას გეუბნებიან. და თუ არ გესმის, გამოვენ საკვირკვენა, თუ არც მრევს არ ესმის, ხო? მაშინ კი ბატონო, შეეტენეთ, ყავდეთ, იცუმპლავეთ ის კოვზი ჩაგთხამო ყბაში. ერთი ეგეთი ზიარება მე არ მინახია. იესო ქრისტეს ჩაიტარებინა, რომ ვიღაცა პური დაგიჭრას დანით, ნამცეცებად გიქციო, ჩააფშხნოს იქ ბარძიმში და მე კოვზით გაჭამოს. ეგეთი რაღაცა მე რა ვიცი იესოს პრაქტიკაში არ დოეტოვები და არც ერთი მოციქული აი საფისების გვერდს არ ჭამდა. რავი, თუ თქვენ ეს მიგაშნიათ ნორმად, წმინდა მამებმა რომ დაადგინეს რაღაცა დებილობები, კი ბატონო, არ გიშით, მაგრამ როცა ვეუბნები ამას, რომ ბიჭო, შენ ბიბლიიდან დამიდასტური, შენთვის ავტორიტეტი უნდა იყოს წმინდა წერილი. და შენ მოყავს წმინდა მამები. და მეუბნები რომ დაპირისპირება მოხდება ვისგან? ჩემგან? შენი წმინდა მამები უპირისპირდებიან საერთოდ ფსალმუნებს კი არ საერთოდ წმინდა წერილის ავტორიტეტს უარყოფენ და თვითონ აქვს თავიანთი თავები აღიარებული ავტორიტეტის წმინდა წერილის ავტორიტეტის რანგში. რატო როცა არც ერთი წმინდა მამა არ ეთანხმება ფსალმუნებს. იქ ფსალმუნებში 138 ფსალმუნში დავითი ეუბნება ღმერთების წინაშე გეგალობებს შენ იახვეო. თუ იახვეს სამპიროვანი ერთასება ღმერთია, ამ რომელი ღმერთების წინაშე, ან რომელ ღმერთებს ასახელებს. ამაზე პასუხი არ აქვს, აიგე? ღმერთი ერთი არისო. კი ბატონო, ერთია. და არა სამპიროვანი და სამი ღმერთი. აი იქ სადაც სამი ღმერთია, იქ ღმერთებია. და დავითი ამბობს, ხო, ღმერთების წინაშე გიგალობები. ხო, კი ბატონო. იესოც მეორე ღმერთია, კი. 44 ფსალმუნში წერია. აჰა, ჯერ რა დოქტრინა აქვს, ხო? კატასტროფა დოქტრინა აქვს, რომ თურმე აბრაამთან ანგელოზები რომ მივიდნენ სამება მისულა. ესეთი რაღაცა არც ერთი იუდაიზმში და არც ერთი რაბინი ამას არ აღიარებს. თუ ერთი რაღაცა უკვე ტყუილია, იმისა რომ იესოს იახვეს სახელი დაფარეს და მართლმადიდებლურ ბიბლიაში ეს წერია, ხო, გამოსვლა 15:3-ში, წერია ოფიციალური სახელი იაგოვა. ეს სადაც ეს დამალეს და მე ეძახიან ეს თავხედები რომ იესო იყო იახვეო. აი ასეთ ადამიანს აღარ უნდა რაღაცზე უნდა ილაპარაკო. ანუ ის 91 ფსალმში უჟდენაესი საფარქვეშ მყოფი ვინ არის? თუ თვითონ არის ის იახვე, ხო? და იახვე თუ თვითონ არის ესო, მაშინ იახვეს რაში ჭირდებოდა სხვა ღმერთისთვის თხოვნა? ანგელოზები გამოეგზავნენ და დაესო საკუთარი თავი? იახვე თავის ანგელოზებს უბრძანოსო დაგიცვანო, თავის თავს ეუბნება? ან 100 ფსალმში, 109 ფსალმში უთხრა იახვემ ჩემს მეუფეს დაჯექი ჩემს მარჯვნივ ვიდრე დამოყო და შენ ან საკუთარ თავს უნდა დაუმხოს ფეხქვეშ მტრები? ან 15-ის იმაში რო წერია, ხო, კორინთელებში რომ ღმერთის გადაცემს ღმერთსა და მამას დიდებას და ღმერთის დაემორჩილება, ანუ გადაცემს ძალაუფლებას, ხო? გარდა იმისა, ვინც ყველაფერი მას დაუმორჩილა. ანუ ქრისტეს ემორჩილება ყველაფერი, გარდა იმისა, ვინც მას დაუმორჩილა ეს ყველაფერი. ანუ ზეციერზეა საუბარი, მამა ღმერთზე, საბაოდ იახავეზე. და ეს არ არის იესო ქრისტე. აი რომელი ნორმალური ადამიანი იტყვის და ბიბლიიდან დაამტკიცებს, რომ იახვე სამპიროვანი ერთარსება ღმერთია. ვერც ერთი ვერ დაამტკიცებს, იმიტომ რომ არ არსებობს ეგეთი სწავლება იუდაიზმში. და მით უმეტეს მოციქულთა ეპისტოლეებში. არც ახარებაში, არც ბიბლია ჩვენ არ გვასწავლის სამპიროვანი ერთი ღმერთის შესახებ. ეს არის წმინდა წყლის ტყუილი, მეგობრებო, რა წმინდა მამება შეიმუშავეს ჰაერზე. ნიკეის კრების დამახინჯება მოხდა. მე ვინც არ დაეთანხმა ნიკეის კრების გადამიღებულ წამს, მეორე კრება მაგიტო ჩატარდა, ხო, კონსტანტინოპოლის კრება. და დღესაც არიან გონივრად მოაზროვნები, ვინც არ ეთანხმება ამას. გადახედე ლაქტანციუსი, ათინაგორა, ტერტულიანე, რა ვიცი, რომელი ნაშრომები ავიღოთ. არც ერთი წმინდა მამა, თუნდაც უპირიანე კართაგენელი არ ეთანხმება ამას. სად ეთანხმება ამას, კაცო? და ენოქის წიგნი აღიარებული იყო. სულ თაუფალი ის არის სულების მამა და ის არ არის იესო ქრისტე. და იესო ქრისტე მას თავისი სული შეავედრა, ხო, სულების მამას, ანუ სულ თაუფალს. ჩემს სულს შევავედრებ შენს ხელთაო, ამბობს იესო ქრისტე. რომელი სული შეავედრა? აი გავაგრძელოთ ერთი რა ის. და მე თქვენ თვითონ მიდევთ, გააკეთოთ დასკვნა. ვის უწოდეთ მღვდლებს და ვის კოცნით ხელს? ეს არის ეგვიპტე, მეგობრებო, გამოდით.
ამ ეგვიპტიდან და ნუ ხართ ამათი მონები რა. ჩვენც რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და სასულიერო პირით ცდება, მაგრამ ამ შეცდომას არ უნდა განკითხვა, არ უნდა შეურაცხყოფა. სასულიერო პირებით ცდებიან და ამ შეცდომასო არ უნდაო განკითხვა, არ უნდა და მე დააპაუზა. გინებაო. ბიჭო, შეცდომა ერთია, მაგრამ რო არ აღიარებ, ეხო მეორეა. აი ნახეთ რა ხდება, კარგად მომისმინეთ რა. შეცდომას ჩვენც უშვებთ, მეც ვაღიარებ ხოლმე, რომ ვინც ბევრს ლაპარაკობს, ბევრ შეცდომას უშვებს. კი ბატონო, მაგრამ ნახე რა ხდება. აღიარებ ამას. იმიტომ გედავებიან, რომ არ აღიარებ, ბიჭო, აღიარე და აღარ გაიმეორო. ქრისტე გეუბნება, ხო? მოგეტევა დედაკაცო შენ და წადი და აღარ შესწოდო. ხო, აი ეგეთი ის ხო არის, პეტრისაც ხო უთხრა, გიყვარმია და ამ სიყვარულით გამოასწორა ის, რაც მიქარა პეტრემ, ხო, მაგრამ ნახე რა ხდება ესენი არ აღიარებენ. ესენი აკანონებენ უზნეობას და იძახიან, რომ მღვდლის ხელშეუხებელია და მას აქვს უფლება შეცდომის დაშვების და ის მოინანეებს თუ არა, ეს უკვე პირადი გადასაწყვეტია მის და ღმერთს შორის და შენ არა ხარ შუამავალი, რომ მღვდელი განიკითხო. ანუ მას აქვს უფლება, რომ შენი პირადი ცხოვრება განიკითხოს და შენ არ გაქვს უფლება, რომ მღვდლის პირადი ცხოვრება განიკითხო. პირადი ცხოვრებაც არ არის, თუ იწოხის რომ მღვდელი და მერეული ერთია და ეს ეკლესია არ არსებობს იმის გარეშე, ერთი ინსტიტუცია, მაშინ შენც იგივე უფლებები გაქვს, რაც მღვდელს. არ არსებობს ჩვენ შორის სხვაობა, არც ფინანსური, არც ავტორიტეტალური, ხო? ავტორიტეტული. და რა გამოდის ესე იგი? შენ გაქვს შეცდომის დაშვების უფლება და ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, რომ მოგთხოვოთ პასუხი და შენ როგორც მღვდელს, რომ ვითომ ახსარება ეს ახსარება სისულელია, ხო? იესოს ეგეთი მაგალითი არ დაუტოვია, რომ ტაძარში მღვდლებთან გვებინა ჩვენი წოდების მოსაყოლად. ესეთი რაღაცა იესოს პრაქტიკაში არ უთქვია. იესომ თქვა, რომ აღარ გააკეთო ის, რის გულიცეც გწვენოდა ადრე. იმიტომ რომ შეიზიზღე ცოდვა, გაბატონდი ცოდვაზე. ცოდვა კი არ უნდა იბატონო შენ სხეულებზე, არამედ ცოდვაზე უნდა გაბატონდე. ჩვენ ქრისტეს მიმდევრები იმიტომ ქვია, რომ ჩვენ ბატონობთ ცოდვაზე, ანუ ჩვენ ქრისტეს სიტყვის მეშვეობით, რაც მოგვეცან, ძალობებით ვამარცხებთ ცოდვის ბორკილებს, აცეცებს. განა ის, რომ ჩვენ არ ცოდავთ, არ ვდგავთ ფეხ ცოდვაში და არ შეგვიძლია რომ დავეცეთ. როგორ არა? საფრთხეები ბევრია, მახეები ეშმაკს დაგებული აქვს, რომ შენი სიწმინდა, შენი ავტორიტეტი, შენი სახელი შელახოს. რომ ქრისტიანი ქვია ვიღაცამ დაქცინოს, მუსულმანმა დაქცინოს, მაგალითად, ავარანაირი ქრისტიანი ხარ, აგერ ახერებს აკეთებს. ხაი და ეს კაცი მაგაზე უნდა ლაპარაკობს, რომ თითებს კი ნუ იშვერთ, არამედ ისწავლეთ როგორ უნდა ჯერ საკუთარი თვალიდან ამოღება დირესი, რომ სხვაში მიხვიდე და მისგან ბეწვი ამოიღო. ჯერ შენი თავისგან უნდა ისწავლო და უნდა იყო მაგალითის მიმცემი, რომ მე ამოიღო ის, ანუ უკურნალო. რა არის ახლა მღვდლის ფუნქცია? ზოგადად ვიძახი, ეს მღვდლები არ არიან. ჩემთვის ეს ავტორიტეტული, ვინც ავტორიტეტზე, ვინც ჩემზე მაღლად აყენებს თავს და ძმას არ მიწოდებს ქრისტეს, ჩემთვის ის მღვდელი არ არის. ის არის თაღლითი. ის არის ავანტყოფი სულიერ. იმას უნდა მკურნალობა და ის თვითონ უძლური სხვას როგორ განკურნავს, თვითონ ბრმა, სხვას როგორ წაუძღვება სადმე, რომელ სასუფეველზე ესაუბარ. ანუ ნახეთ რა ხდება, უყურე. სასულიერო პირობითაც შეცდომას უშვებს, ანალოგიურად მრევლს აქვს უფლება, ჯურის კანონის მიხედვით, მოითხოვს ასეთი სასულიერო პირის განკვეთა ეკლესიიდან. ანუ აუკრძალოს ღვთისმსახურება, არა მარტო ტაძარში მისვლა, საერთოდ პირიდან რამის თქმა და რამის სწავლება ქუჩაშიც. ამის უფლება აქვს სინოდი არ ვიცი ხა რამდენად ერევა, მაგრამ სარწმუნოების მინისტრი იყო, საეკლესიო სამართლის საბჭო იყო და ისინი წყვიტავდნენ. აი თაში მაგალითად ესეთი წესი ჰქონდათ, რომ ეგრევე ქვევით კი არ ქოლავდნენ, ჯერ ირჩეოდა საქმე, რამდენად საფრთხე იყო ეს, ხო, ეგრევე კი არ კლავდნენ ადამიანს, რომ არ იქა შეცოდა და რაღაც. არა. ყოველთვის ჯერ იცოდა გამოსწორების შანსი, რომ ეს მეორედ აღარ გააკეთო, იმიტომ რომ ამას მოყვება სასჯელი და სასჯელი მოყვება არა იმის გამო, რომ შენ ცუდი ხარ. არა და ცუდი რაღაცა გააკეთე. არა. იმიტომ რომ შენ უკვე საფრთხეს უქმნი სიწმინდეს. ამიტომ იყო ის ფინხასმა რომ ჩახოცა ორივენი მრუში, კალი და კაციცა. ეს უკვე საფრთხეს უქმნიდა რომ სიბილწე, მღვდლის სიბილწე გადადის ერზე, მეგობრებო. და თავისი ერი გავნადგურებისგან, რადგან ღმერთი ამაზე რისხანებს. და არის დამსჯელი ღმერთი, რა თქმა უნდა, ძველი აღთქმის ღმერთი დამსჯელია. აბა ევა ვინ დასაჯა და გველი ვინ დასაჯა, ადამის გამო მიწა ვინ დაწყევლა. და ნოეს ნუგეში იყო ხო, რომ ეკამა გადავჭეთო და ნოე მაგიტო იყო, რომ აღარ შვება მოგცესო ამ დაწყეული მიწაზე, რომელიც ადამიანის გამო დაიწყევლა. ნოე იყო შვება ჩვენი მამებისთვის. ხო. და ეს ადამიანი გამოდის და უფლება არ აქვს თქვენ რომ განეკითხოთ. აი ეს, რასაც ვლაპარაკობთ, მეგობრებო, განკითხვა არა. ყველა ქრისტიანს, მართლმადიდებელ ქრისტიანს აქვს უფლება, ხდელი იქნება თუ ეპისკოპოსი იქნება თუ რაღაცა, თუ დაინახავს ცოდვაში, მივიდეს და ამხილოს.
მერე თუ არ შეინანებს სისხლელი, ნახე უყურე რა ხდება, თუ არ აღიარებს თავის დანაშაულს და გეტყვის რომ შენ არ გაქვს უფლება რომ ჩემი ავტორიტეტი შეეხო და მე ღმერთთან შევინანებ თუ არა შევინხარო ანგარიში შენთან გავასწორო, მაშინ მე ვინ ვარ რომ შენ მთხოვ ანგარიშის გასულება შენთან, ხო? თუ მთხოვ, მაშინ მომისმინე რა მომივიდა ადამიანთან და ეცადი რომ ამოიღო ეს ბეწვი ჩემი თვალიდან. თუ შენ თვითონ ხარ უძური, მე როგორ გამკურნო, ხო? კაი, გავაგზავნოთ ახლა ეს რას ამბობს. და დამცირება ბეკა არ არის. ბეკა გიმოს მიშას, ბეკა დაგმე მიშა. დაგმე მიშა. დაგმე მიშა ბეკა. დაგმე. წეულია ეს ხელისუფალი რომელიც ეს ბიჭებს აუპატიურებდა. ყველა არ არის ქრისტიანული მამაო, ძალიან. შენ ბიჭო ვერას მოწოდე. ვისაცა დაგმე ხელისუფალი რომელიც ეხა უბრალოდ მეგობრებო, ეს დავამთავრდა მაგრამ აი ეს ფიჩერი. შენაერთან წადი შევირთხა შეეცეთო არა და ნახე უყურე, ანუ მე რის დანახომი და თქვენთვის რა და იმედია უმრავლესობა თუ არა მაინც გულში ადამიანი ხდება უკვე რაშიც არის საქმე. ადამიანმა უბრალოდ მოდელს შეუსწორა, რომ შენ პოლიტიკაში რა გესაქმება მე ხა მიშას მივცემ თუ. კაი, გასაგებია რომ არც ერთი თარობა არ არის და ხო გასაგებია, მაგრამ ახლა რა ვინც აყოს ხო ესენი ხო ასაობ რა, სულ ხალხისთვის არის, სულ ამათვის არის. უბრალოდ მე მინდა დაგანახოთ ქრისტიანული აპოლოგია და სიყვარულის თეორია რა. აქ მე სიყვარულს ატვხედავ. ანუ ტიპი მოდის და შენ ბიჭო ანუ რატონია ხო? წადი შენიანებთან, ბიჭო, ადი რა, წადი რა ბიჭო, მამაო თქვა, იცი ბიჭო, იცი მამაო თქვა. წადი რა შენიანებთან, ბიჭო. არა და ამკეთო კაცს ან რომელიც მართლმადიდებელი ქრისტიანია, კითხვა დასვა, ხო? რომ წეულა ქრისტიანულია მამაო? და მერე გამოდის იქ მღვდელი წვერებიანი ცხიმით გაცხიმული სახით სახელი და გვარი დამავიწყდა ხო ბოგვერაძეო თუ რა ქვია კაცო იმ ბრეგვაძე მიქაელი გამოდის არქიმანდრიტია თუ რა ჩემი ისა შუშტაკოლა პიროვნება არ მძულს ნამდვილად დავაფასებ მაგის სოდნას და მაგის მიღწევებს რა თქმა უნდა მაგრამ შუშტაკოლაა როცა ემსახურება იმ სიყალბეს რაშიც ცხოვრობს გამოიყენოს თავის სოდნა და ამხილოს საპატრიარქო თუ ის მოდლობა საიდანაც მოდის არა მაქვს ამაზე პრეტენზია მაგრამ რომ გამოდიხარ ეთერში და ლაპარაკობ რო ბიჭო ღმერთიო არავის არ წევლისო მერე გამოდიხარ აქა და წადი შენიანებთან და იძახი რომ ღმერთი წევლისო წევლა ქრისტიანულია მამაო აი პროსტა შეხედე და მე გავამეორებ ამას რომ ვიღაცა არ ჩამითვალოს ცირის წამებად წეულია ეს ხელისუფალი რომელიც ეს ბიჭებს აუპატიურებდა. ყველა არ არის ქრისტიანული მამაო, ძალიან. ესე იგი ნახე უყურე, ანუ დაგმეო ესაო წეულიაო ხელისუფლებაო, რომელიც ჩვენს ბიჭებს აუპატიურებდაო, დაგმეო, ანუ დაწყებდა ესე უნდა რომ წეულა არ არის ქრისტიანული. და უცბად გამოხდნენ აქ ვიღაცა ისინი რომ როგორ ბიჭო შენ მამაო მკითხრა დავაი წადი შენიანებთან. ანუ ეს მამაო იძახის რომ ხელისუფლება აკეთებდა ამას. როცა თავიანთი წმინდა მამები იძახიან რომ ეს ნორმაა. აი ხა შეხედეთ ეს კაცი რას იძახის. ანუ ესეც მინდა რომ დაინახოთ თქვენთან რა.
არის ცნობილი მღვდელია და ძალიან დიდი გავლენები აქვს ამას ეკლესიაში. ვიდეო აქ დაიცადე. ცოცხალად დამარხოთ ცოდვა. აი ესა. მინდა ჩაერთო. დაველოდოთ. უნდა ჩაერთოს ეს. რა შეხედულების ახალ თანამედროვე ათონელს როგორაც წმინდა მამას კითხეს რომ ანუ წმინდა პაისი ათონელს კითხეს რომ რა შეხედულების ახალ თანამედროვე ახალგაზრდებს მოკლედ და გასაგებად უპასუხა ეს ისეთი ახალგაზრდები არიან რომლებიც მხოლოდ გეი პარადისთვის თუ გამოდგებიანო აჰა თქვენი ყურებით მოისმინეთ ეს ეხა აი ამოჭრეს დადეს და რაღაცები რო იციან ხოლმე რა ეხა აი ვიდეოს ამოუჭრიან და ბიჭო ამოჭრე ჩემი ვიდეოები ამოჭრეთ და დადეთ თუმცა აკეთებ რაღაცა დებილობებს დებენ ახლა YouTube-ზე მაგრამ დადუნ არა მაქვს პრობლემა მე წყაროები მაგ და კითხოსო უბრალოდ მე მგონია მაგის უფლება ყველას აქვს რომ კითხვები დასვას და თუ ვიღაცა ვერ მოპასუხებს ეს ჩემი პრობლემა არ არის ჩემი მიზანი არის რომ აღვადგინო ის პირველი სიყვარული და შერიგება მოვახდინო მაგრამ ამ შერიგებაში ვინც ხელს უშლის გამოვავლინო ეს მე მგონი ყველა ქრისტიანის უვალია მით უმეტეს მართლმადიდებელს თუ ამას არ აკეთებენ მაშინ ისინი უბრალოდ ბრმად მიყვებიან და თვითონაც არ იციან რას ეხლა ნახეთ თომას ახალებაში რატომ აყავს ეს იმიტომ რომ ბიბლიაში იყო კანონიკური ტექსტია და ამბობს იესო ქრისტე ესეთ რაღაცას მოწაფეებმა უთხრეს მას როდის დადგება სიმშვიდე მათთვის ვინც მკვდარია და როდის მოვა ახალი ქვეყანა მან თქვა ის სიმშვიდე რომელსაც თქვენ ნელით მოვიდა მაგრამ თქვენ ვერ შეიცანით ეს არის მეგობრებო 56 მოხლე ის სიმშვიდე უკვე მოვიდა სინათლის სახით და ჩვენ ვერ შევიცანით ის ანუ არ დავაფასეთ არ მივიღეთ აი ხა შენ წადი ბიჭო შენიანებთან წადი რა მამამ გითხრა დავაი რა ბიჭო შენიანებთან დროზე ეს ქრისტიანულია თუნდაც მე რო ამიგწერე სახურება და წადი რა ბიჭო აქ აღარ იგალობო რა ეს არ არის ძმებო ქრისტიანული ეს არის ბოროტისგან ანუ ნიღაბი უნდა ჩამოხსნა იმას ხო ვისაც ამპარტავნებაზე აქვს პრეტენზია ვისაც ავტორიტეტზე აქვს პრეტენზია ის უკან პარტავანია ვინ გითხრა რომ მდელი ხარ შენ აბასადე გაქვს ნიშნები ხელს ადებ და ინკურნებიან თუ კურნავ რატო გადიხარ ექიმებში რატო დარბიხარ თუ შენ თუ ხარ კურნავი კაი დავანებოთ თავი იმიტომ ექიმებს არ უარყოფ ჩვენ გვჭირდება ფიზიკური იმისთვის მაგრამ სადაკავთ თქვენ ისეთი მოხდლები 60 კილო რომ საწამლოს ვსვამენ და არაფერი არ ავნებთ კეთრონებს კურნავენ და რაღაცა დადიან აქ არა ყავთ იმიტომ რომ რაც არ ახართ იმას ნუიბრალებთ რა რაც არ შეგეძდეთ იმას ნუიღებთ თქვენს თავზე ამბობს კიდევაც ქრისტე მოვიდეს სინათლე ანუ სიმშვიდე მაგრამ თქვენ ვერ შეიცანეთ ის ძალიან მაგარი არის უბრალოდ ამას ჭირდება მიხვედ რა თქმა უნდა თქვენს გულებში ყველაში აბსოლუტურად ქრისტე და მე ვცდილობ დავინახო როდის გამოისახება თქვენს გულებში ქრისტე და ეს ქრისტე არ არის უბრალოდ სიტყვა ქრისტე არის ქვეყნის შექმნამდე მამასთან ყოფი ცხებული მამის მიერ ცხებული და თუ შენ მეუბნები რომ იესო იახვია ამით შენ ღმერთს გმობ იმიტომ რომ ღმერთი გამოყავს შენ ცხებული ქადაგებ სხვა ღმერთს რომელმაც ხო მამა ქრისტეს და მამა გამოყავს ქრისტე ანუ მამა ღმერთი გამოყავს ის უზენაესი ცხებული სხვა ღმერთს ქადაგებ რომ გეუნები უნდა გაიგო თუ შეგნება არა გაქვს ეგ ჩემი პრობლემა აღარ არის უკვე არის შენი დაპირისპირება რომ შენ ყოფ ეკლესიაში სიმართლეს და უსამართლობას აკანონებ. ჯერ ერთი მღვდლობა გაუქმებულია ქრისტეს მიერ და აი ეს მღვდლები არიან ესენი. საცეცხლური დააქანავებენ აქ. ამათი მღვდლობა საცეცხლურია, რომელიც გააუქმა ქრისტემ. და ქრისტე არ ყოფილა ტაძრის მსახური და არც ერთი ქრისტიანი არ დარბოდა საკურთხეველში საცეცხლურით ხელში. ეს არიან ის ადამიანები, რომლებმაც ქრისტე მოკლეს. ანუ გადასცეს რომაელებს მოსაკლავად, თუმცა თვითონ არ მიეწერათ ის კვლევა. თვითონ კი არ მოკლეს, ანუ გადასცეს წაქეზებით მოაკლევინეს რომაელებს იესო ქრისტე. ფაქტიურად ხო მკვლელობის დამკვეთები არიან. თვითონ არ მოუკვლიათ, მაგრამ ენოქისტიკში წერია, რომ ისინი უარეს სასჯელს იმსახურებენ ბერძნეთის ბოლო ფენაში, ვინც მკვლელობას უკეთავს, ვიდრე მკვლელები. დაჟე მკვლელები უფრო მაღალ დონეზე არიან, ცოტა შემსუბუქებით ჯოჯოხეთში, 4 ფენა. და ამიტომ იესო ქრისტე პილატეს რომ ვინც ჩემი თავი შენ გადმოგცავ, იმას უფრო მეტი სასჯელი ედებათო ბრალი, ვინც ჩემი თავი შენ გადმოგცავ, მოსაკლავად. იესო ქრისტე მოკლეს. ეს ცხადია მეგობრებო, იმიტომ რომ ისტორიული წყალობები ამას მოწმობს და თომას ახალებაშიც
თავად იესო ქრისტე ადასტურებს, რომ მამამ, რომელმაც თავისი ძე გამოუგზავნა ბოროტ მუშაკებს, დაიჭირეს ისა ძე და მოკლეს. რა თქმა უნდა, იესო ქრისტემ საკუთარ თავზე თქვა თავის სიკვდილზე, რომ ის მოკლეს და არ უნდა მოკვდეს მომავალში. მოწაფემა უთხრეს მას ისრაელში 24 წინასწარმეტყველა შენს შესახებ. მან უთხრა მათ, თქვენ მიატოვეთ ის, ვინც ცოცხალი დგას თქვენ წინ და ახსენებთ მათ, ვინც მკვდარია. ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი არის ეს, იმიტომ რომ გავიხსენოთ ჩვენ მღვდლები რას აკეთებენ. კითხულობენ საწინასწარმეტყველოს, კითხულობენ პავლეს წერილებს, რომელიც წინასწარმეტყველებიდან იღებს საფუძველს. მაგრამ რამდენად აკეთებენ ამას პრაქტიკაში, რამდენად ასწავლიან იგივეს, რაც წაიკითხეს, ეგ უკვე მეორე ხარისხოვანი ამათთვის. და აბობე კიდევაც რომ პავლეს ბევრი რაღაცა ეშლებოდა. კაი, იესო ქრისტე ამიტომ ეუბნება, თქვენ ახსენეთ მას, ვინც მკვდარია და თქვენ უარყოფთ მას, ვინც თქვენს წინ ცოცხალად დგას. ანუ ცოცხალი დგას. ქრისტე ჩვენს წინ არის ცოცხალი, ის არის მამის სინათლიდან, ის არის სინათლე, წუთისოფლად მოსული. ის არის მამის ცხებული, უზენაესის მიერ ცხებული კაცის ძე, რომელიც იყო ქვეყნის შექმნამდე მამასთან. ხუროც მომძღვარივით გვერდით ყავდი და ის რომ განამზადებდაცას გვერდით ყავდიო. მარტომ განმავცეთ საუბრს უზენაეს. აი, ვინც ამ ყველა ეწინააღმდეგება, ის არის ანტიქრისტე. ანუ ქრისტეს უკარგავს ცხებულებას და ანიჭებს იმას, რაც მას არ ეკუთვნის უზენაეს პატივს. ეს არის მეგობრებო ფრაქსიაქსის ერესი, რომელიც ჯერ კიდევ ნიკეის კრებამდე იყო გავრცელებული 213 წელს. და ეს ტრადიცია, ანუ ეს სამება ჯერ არ იყო, მაგ დროს იყო იდეა სამპირვანი ერთი ღმერთის შესახებ, მოდის უკვე მეორე საუკუნიდან ამპილოკე იკონიელი და მე ისინი იყვნენ, რამდენი მწვალებლები იყვნენ, 80 ერესია ჩამოთვლილი ეპანე პეპრელის ციკში, იყო ასევე ნოეტიდუს ერესი, სადაც ამბობს, რომ პირველი და უკანასკნელი ეს არის იესო ქრისტე, ძველ აღთქმაში, და არა და ესაიას არ აქვს ნახსენები პირველი და უკანასკნელი. საერთოდ არ წერია იქ, უკანასკნელი სიტყვა იქ წერია, მომავალ თაობასთანაც მევე ვარ და უწინარესი ვარ, ხო ყოველივეზე უწინარესი ვარ და ჩემს გარდა სხვა ღმერთი არ არის. საბაუთი ამბობს და ეს საბაუთი არ არის იესო ქრისტე, საბაუთი უკვე. კაი, ნახეთ მეგობრებო, ესე იგი საბაუთი იესო ქრისტე არ არის. ეს ჩანს თომას სახარებიდანაც. მე მოგიყვანთ 104 მუხლი თომას სახარებიდან, ნახეთ რას ამბობს ის. იესოს უჩვენეს ოქროს მონეტა და უთხრეს: ისინი, ვინც ეკუთვნიან კეისარს, ჩვენგან თხოვობენ გადასახადს. მან უთხრა: მიეცით კეისარს ის, რაც ეკუთვნის კეისარს, მიეცით ღმერთს ის, რაც ღმერთს ეკუთვნის და ის, რაც ჩემია, მომეცით ის მე. თუ ის თვითონ იქნებოდა ღმერთი, ამას ხო აღარ იტყოდა. განყენებულად ხო არ იტყოდა, რომ ღმერთს იმას მიეცით და ის რაღაცა კაცობრივი ბუნებით მე სხვა ვარ. ხო არ იტყოდა ამას. იტყოდა, რომ მომეცით მე ის, რაც ღმერთს ეკუთვნის. მაგრამ არა, ითქვას მიეცით ღმერთს ის, რაც მას ეკუთვნის. ხედავთ, მე კი არ მეკუთვნის, მას ეკუთვნის. და მიეცით და ის რაც ჩემია მომეცით ის მე. ას არ უთქვია რომ მე ვარ ღმერთი და მე მომეცით ის რაც მე მეკუთვნის. არა. რა უნდა ეკუთვნა კაც როგორც კაც რა უნდა ეკუთვნოდა რომ ჩვენ მისთვის მიგვეცა კუთვნილი. ხო აი რა ეკუთვნოდა იესო ქრისტე ჩვენგან არაფერი გარდა ის თვითონ გვემსახურებოდა, ხო? გარდა მისი სიყვარულისა ჩვენ არაფერი არ მოგვეთხოვება და იმ სიყვარულსაც კი თვითონ გვასწავლიდა და არა ჩვენ ვასწავლით მას, ხო? ანუ ჩვენ არაფერი არ მოგვეთხოვება იმისგან როგორც კაცს. რა თქმა უნდა, როგორც კაცს მისთვის არაფერი არ მოგვეთხოვება, არამედ როგორც ღვთაებას მისთვის მოგვეთხოვება. ერთადერთი რამ, რაც ჩვენ გვასწავლა, ეს არის სიყვარული და ნახეთ რა კარგი მოხსამბობს მე თვითონ იესო ქრისტე. ხო ამბობს რომ მოიძულეთ მამა ჩემი და დედა ჩემი, ვისაც არ ძულსო, ის ჩემი ღირსი არ არისო. ნახეთ მე რა. რას ამბობს უყურე? ას მეხუთე მუხლი იქვე. მას ვინც არ მოიძულა თავისი მამა და თავისი დედა, როგორც მე, ხედავთ, როგორც მე არ მოიძულა. მას ვინც არ მოიძულა თავისი მამა და თავისი დედა, როგორც მე, ვერ შეძლებს იყოს ჩემი მოწაფე. და ის ვინც არ შეიყვარა თავისი მამა და თავისი დედა, როგორც მე, ვერ შეძლებს იყოს ჩემი მოწაფე. რამე თუ დედა ჩემი და გაწყვეტილია ტექსტი, მაგრამ ჭეშმარიტად მან მომანიჭა მე სიცოცხლე. ესე იგი იესო ქრისტე იმას კი არ ამბობს, რომ სარწმუნოების გამო შევიძულოთ პიროვნება დედა და გავშოვდეთ და მივატოვოთ და აღარ ვიზრუნოთ. არა, ნახე რას გეუბნება, როგორც მე არ მოვიძულე ჩემი მშობლები, ისე თქვენც
არ მოიძულებ თუ ანუ ესე იგი ვერ გახდები შენ ქრისტეს მოწაფე თუ ქრისტესავით არ მოიძულებ. რას ნიშნავს მოძულება? აი ზუსტად ის თუ თქვენი მშობლები არ დგანან სამოციქულო სწავლებაზე, არ მისდევენ იესოს სიტყვებს. არაფრად აგდებენ იესოს სიტყვებს, ამ კუთხით მოვიძულოთ ჩვენი მშობლები. იდეოლოგია მოვიძულოთ, აზრები თუ რომ პიროვნება არა, იმიტომ რომ თუ იესო ქრისტე პიროვნების უარყოფას და აგე თეოფილე მალაქიასავით უცხოეთში გადახვეწას აპირებდა და მშობლების შვილების მშობლების დაშორებას ასწავლის, ეს არის ღვთისგმობა. იესო ქრისტე გვასწავლის ასევე ამ ადამიანების სიყვარულსაც. ნახე რა სამობს როცა მოციქულები ეუბნებიან რომ შენს მოკვლას აპირებდნენ უფალო და ისევ იქმიდი ხარ? იესო ეუბნება რომ ასეა დაწერილი, ხო, იქ უნდა ჩავიდით იახაც. იქ მიდიოდა იესო ქრისტე, სადაც მის მოკვლას ცდილობდნენ. ისევ იმათთან მიდიოდა და ისევ იმას უქადაგებდა. ხო, დაკარგული ისრაელის დაკარგული ცხრებისთვის უარ მოვლენილიო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ცხრებიც არ ყავდა, სხვა ცხრებიც ყავს, რომელიც არ არიან ამ სამწყსოსი, ხო, ამბობს კიდევაც. და ესენი ვართ ჩვენ. ჩვენ ვართ, არა ებრაელები, არა იუდეველები. აქ ნახე რა სამობს და ის ვინც არ შეიყვარა თავისი მამა და დედა ისევე როგორც მე, ვერ შეძლებს იყოს ჩემი მოწაფე, რადგანაც ამატებს. დედა ჩემიო, ერთადერთია ისეთი ის ვინც მე მან ჭეშმარიტად მომანიჭა სიცოცხლე. ანუ მე რო პიროვნება ვარ, სუნთქავ და დავდივარ სხეულში, ეს არის მარიამის დამსახურებაო რა, დედა ჩემისო. აი ამის გამო გმართებს შეყვარება დედის, რადგანაც ის არის ჩვენი მიზეზი, ჩვენი სიცოცხლე ამ ქვეყანაზე, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს და ჩვენი ხელებით ვაკეთებთ კეთილს კარგ საქმეებს. ეს არის დედის დამსახურება და ამ კუთხით არ გვაქვს სიძულვილი მშობლის. ამ კუთხით ვცემ, თორე იდეოლოგიურად მე ყოველთვის დაპირისპირებული ვარ ჩემ მშობლებთან. აბსოლუტურად მაგის გულიზე სახედანაც წასვლა მომეწია და იყო რაღაც პრობლემები და დღესაც გრძელდება ეს, თუმცა კონსენსუსი დგება, რომ ისე მაგს აქვს თავისუფალი არჩევანი, მაგრამ ვეუბნები რომ იაზროვნე და შეადარე ეს და იკითხე წერილები. მღვდლები ამას უშნიან წერილების კითხვას. მე ვეუბნები წაიკითხე. სულწმიდაც ეუბნება რომ წაიკითხოს, ანუ მოწმებს რომ უნდა წაიკითხოს წერილები და არ შეიძლება ბრმად მინდობა მღვდლებზე და მღვდლები თვითონ ეწინააღმდეგებიან ამ თავიანთ წმინდა მამებით ბიბლიას. არც ერთი მღვდელი მე არ მაქვს პირადად ნანახი, რავი თუ არსებობენ, მადლობა ღმერთს, არ უკითხავს მრევლს ბიბლიის განმარტებებს. არის ბიბლიის განმარტება, რომლებიც არის თავინებოლომდე წმინდა მამების დამახინჯებული და წმინდა მამების ინტერპრეტირებული, რაც არის აშკარად ღვთისგმობა, იესო გაღმერთებული და აი უზენაესის აზე და გაქრალია საბაუთ უფალი. არც ერთ განმარტებაში საბაუთ უფალი ნახსენები არ, მამაზეც არის სახელები არ არის ნახსენები. და მე თავხედურად გამოდიან და იძახიან რომ იახვე ღმერთია, იესო იყო თურმე ძველათმაში იახვე. ნუ რას უკაცრავად ამ მეგობრებო, ხა იესო ქრისტე ნამდვილად არ არის, ხო თქვენი დაბეჭერი ღმერთი და თუ ძველათმაში ხოცავდა ხალხს, ორსულ ქალებს უცბად ახალათმაში წმინდა კაცა და ბუნჩულა ქრისტედ ვერ გადაიქცეოდა და სხვას არ მოაკვლევინებდა თავს თქვენი ეგ იახვე ღმერთი რა. ნუ რას უკაცრავად რა. გაიგეთ ბრმებო და ისწავლეთ რას ნიშნავს წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი. იესო ქრისტემ მსხვერპლი შეწირვა გააუქმა. ხვდებით ეს რას ნიშნავს? რომელ მსხვერპლს წირავთ? რას ლიტურგია, რა ის ლიტურგია ჯერ ერთი მსხვერპლი შეწირვა არ არის. ლიტურგია არის საამო სიტყვის აღვლენა უზენაესისადმი, იახვესადმი და არა იესო ქრისტესადმი. იესო ქრისტე თვითონ არის შუამავლო და თვითონ ლოცულობს. მასე. ეს რა განათდა. მეგობრებო, დავასრულებ ლაივს და ნათლში იარეთ იესო ქრისტეს ნათლში, მადლი უფროსა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული სიწმინდისა იყოს ყველა თქვენგან. ეს არ არის ამების განმარტება. მადლი ჩვენი უფლისა იესო ქრისტეს, რომელიც მოდის მამის სიყვარულიდან გავაცნოთ ჩვენ მამის ნათელი და აქ ამბობს კიდევაც ამ ერთ მოხს ვიტყვის ნათლზე რახანაც ჩამოვარდა საუბარი, მადლობა უფალს. ძალიან დიდი სიყვარული იღვრება, მეგობრებო, ეს ძალიან მაგარია. მამის სახელზეა საუბარი, რომ მამაზეც იერს აქვს სახე, მეგობრებო, სტეფანემ რო დაინახა. ეხლა ვინახოთ, მეგობრებო. სად არის ერთი წუთი? აი მამის სახეზე რო არის, მამის სახესო ვერ ნახულობ, რადგან დიდი გამოსხივება მოდისო. მის სახიდან და ვერ ხედავენო მის სახესო. თუმცა მამას აქვს ხო, ჩემი მისი ანგელოზებიო, პირსა მამისა ჩემისაც სახეს ხედავენო, ხო?
ხო, აი 97 მხრივ თომას სახარების. ძალიან მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია თომას სახარება და ძალიან გთხოვთ წაიკითხოთ რა. ისო თქვა, ის ვინც ახლოა ჩემთან, ახლოა ცეცხლთან და ის ვინც შორსაა ჩემგან, შორსაა სასופებლისგან. ან ნახეთ რაზეა ცეცხლი, შემწველი ცეცხლი არის. შთანთქმელი ცეცხლი. ისო თქვა, ადამიანებს ევლინება სახეები და ნათელი, რომელიც მათშია დაფარულია. ხედავთ, სინათლე ევლინება. მამის ნათელის ხატებაში ის ნათელი გაცხადდება. და მისი სახე დაფარულია მისი ნათელის გამო, ეს მაგარი მუხლია. მისი სახე უზენაესის საბოლოო უფალის სახე დაფარულია მისი სინათლის გამო. ამიტომ მამის სახის ხილვა ჩვენ არ შეგვიძლია. ამიტომ ეუბნება მოსეს, შეუძლებელი ადამიანი ჩემს სახეს ნახოს და ცოცხალი დარჩეს. იმიტომ ის წველი სინათლე არის. დაგემშვიდობებით მეგობრებო, სიყვარული მამისა იესო ქრისტეს მალეთა და ჭეშმარიტებით, რომელიც ჩვენ მამისაგან მოგვეცა ძემ გაგვაცნო მამამ და სულიწმინდის სიყვარული ჩაიყვაროს თქვენს გულებში და მოგცეთ გამძნეობა და ხნეობა და შემეცნება სინათლის. რადგან ჭეშმარიტად სინათლე არის ქრისტე, მოვლენებული წუთის სოფელში ჩვენთვის. ამინ.